სამართზე ვარ? დიახ, სწორად მოხვედით. დავიცვათ კონფიდენციალობა. დიახ. ეს შეიძლება? თქვენთვის როგორც ვიცი, მგონი დალევა არ შეიძლება. ამ სამყაროდან რომანტიკული სული თვალსა და ხელშუა გაუჩინა. ბატონო? ახლა სამყაროს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კანონები მართავენ. ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება. სიყვარული, ერთგულება, აღმაფრენა, ეს ყველაფერი უსარგებლო ცნებები გახდა. შენ თუ გიყვარს, მას შენ არ უყვარხარ. შენ თუ ერთგული ხარ, მას შენ გიჟიგონი ხარ. თუ კაცს აღმაფრენა შეგიფხრობს და კიდე რამე სიგიჟე ჩაიდინო, ყველას დასაცინი ხდები. მე აშკარად სხვა დროში უნდა დავბადებულიყავი, შექსპირის, სერვანტესის ეპოქაში. ერთი ჭიქა დამისხირა. აი მაშინ იყო დრო თუ იყო სიყვარულის ფასი იცოდნენ. ადამიანები ბავშვები გულწრფელები იყვნენ. ღრმად მოხუცებულიც კი სულით ახალგაზრდა იყო. სიყვარულის გამო დუელში კლავდნენ ერთმანეთს. ყველა ტაძარში ღმერთი იყო ჩასახლებული. და დღეს ყველა მეორე, ყველა მოხუცებული, ყველა ახალგაზრდა ღრმად მოხუცებულია. აღარც სიყვარულია, აღარც ერთგულება. ღმერთიც კი სადღაც გაქრა და გადაიკარგა. მოგეწონა? დიახ. მე დავწერე. ეს არ გინდა. და ზონა? რა ზონა? თუ ზონა არსებობს, ესე იგი რაღაც მაინც არსებობს. არც ეგ ზონა არ არსებობს. არ მჯერა მე ამ ზონის და ზღაპრების. მე წავედი. შენ გჯერა ამ ზონის არსებობისა? მითხარი რა. გჯერა? არა. არც. აქედან იქ წასული ბევრი მინახავს, მაგრამ აი დაბრუნებული კი არა. კი არ გაშინეთ. უბრალოდ ისინი გვიან ღამით ბრუნდებიან, როდესაც მე აღარ მუშაობ. მითხარი რა. ეს სტალკერები რას ამბობენ რაო? საშიშიაო ამ ზონაში შესვლა? სტალკერები არაფერს. თანაც რას გაიგებთ, რომელია მათში ნამდვილი სტალკერი და რომელი ყალბი? იცით, რაც ზონა წარმოიქმნა, სტალკერები ძალიან მომრავლდნენ.
თქვენ რატომ მიდიხართ? რამე? ექსტრემალი ხარ. მე? ალბათ საშიში ადგილების მონახულება მოხდა. არა, მე ისე უბრალოდ ერთობი. კაი. ალბათ უფრო იდიოტი ვარ. გამარჯობა. ამას იცნო? აბა, სათხარ. თქვენ ხართ? დიახ. იცით ეს? არა, პირველად ხედავ. მაშინ მე გაგაცნობთ, ეს გახლავთ სტალკერი. ადამიანი, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში ადგილების ძიებით არის დაკავებული და ადამიანს, რომელსაც ჩერნაირი იდიოტები დაყავს მსგავს სახიფათო ადგილებში. არა, მე ხომ გაგაფრთხილე, ხომ გთხოვეთ? ამან მომცა. დიახ. თქვენ მარტო სტალკერი ხართ? ერთი წუთით. ჩემო მეგობარო, მადლობა. ეს თქვენ. შვიდობით. უკან დაბრუნებას გისურვებ. უკან დაბრუნებას მისურვებს? მაინც დათვერი? როგორ გეკადრებათ, მე ხომ მხოლოდ ორიოდე ჭიქა გეახელით. დიახ. დაგისხავთ თქვენც რა. არა, მე არ მინდა. თქვენთვის არ შეიძლება რა. გეკრძალებათ. მე ერთ ჭიქასაც გეახლებით. ხო. მითხარით რა, ეს თქვენი პროფესორი დაბრუნდა, მოვიდა? ეს გამარჯობა. არა, 5 წუთი გვაქვს კიდევ გასვამდე. გიждები პუნქტუალურ ხალხზე. ესეც ჩვენთან ერთად ხო, მაგრამ არ ენერგიულად ზონაში შევარ თუ არა, მაშინვე გამოფხიზლდები. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ მსგავს სახიფათო მოგზაურობაში ერთად გვიწევს წასვლა, უნდა გავიცნოთ ერთმანეთს. მე გახლავ არავის არის სახელი, არავის არის თვალი. ჩვენ კონფიდენციალურად უნდა დავიცოთ. მე ხომ გაგაფრთხილეთ არა? ერთმანეთს მიმართოთ მხოლოდ ზედმეტსახელებით. მე გახლავართ სტალკერი. თქვენ ხართ წერალი და მეტი არაფერი, გასაგებია? გასაგებია. სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ გასაგებია. დავიცვათ კონფიდენციალურობა. მე ვარ წერალი, თქვენ როგორ მოგმართოთ ბატონო? მე ვიმარ. თქვენ ხართ ისმეც ხართ პროფესორი. ძალიან სასიამოვნო ეს ამბავი. ესე იგი თქვენ ხართ პროფესორი, ასე მოგმართავთ, მე მომმართეთ როგორც მწერალს, მით უფრო რომ მეც ის ვარ, ვინც ვარ მწერალი. კარგით, თქვენი მობილურები მომეცით? აქ დამეულდეთ, მე 2 წუთში დავბრუნდები, კარგით? კარგი. რა კარგი? კარგი მწერალი ხარ? მე კარგი მწერალი ვარ თუ ცუდი, ამას 100 წლის შემდეგ გავიგებთ, ოღონდ ჩვენ ამას ვერ მოვესწრებთ. რატომ? იმიტომ რომ წერლის შეფასებას დრო სჭირდება. ასე გეტყვით, დღეს ჩემი წიგნები პოპულარობით სარგებლობს ხალხში. რაზე
ადამიანებს უყვართ, როდესაც საკუთარ თავზე კითხულობენ და მეც მუდამ ადამიანებისთვის ვწერე. კარგი პასუხია. სხვა რამეზე ალბათ არც კი ღირს წერა. არა, დღეს წერა საერთოდ აღარაფერზე აღარ ღირს, რაც დასაწერი იყო უკვე დიდი ხანია ყველაფერი დაწერილია. იცით როგორ არის? პროფესორო ეს პოპულარობა შეხედეთ ეფემერულია. დღეს გცნობთ ხალხი ქუჩაში, ხვალ არა. დღეს კითხულობენ თქვენს წიგნებს, ხვალ არა. სულ ეს არის. ახლა თქვენ რა დარგში ბრძანდებით, პროფესორი? ფიზიკა, ეს უნდა აღნიშნოთ გამახარეთ. იმიტომ რომ მეცნიერები ხელოვან ადამიანებზე უფრო ბედნიერები ხართ. იმიტომ რომ მეცნიერებაში ხომ ყველაფერი დაკანონებულია. ხომ არაფერი არ იცვლება. არქიმედეს კანონი? აი, მაგალითად არქიმედეს კანონი, რომელიც ჩვენს წელ დაღრიცხვამდე 3 საუკუნით ადრე კანონი იყო, დღესაც კანონია და ხვალას ის კანონი იქნება შესაბამისად სითხეში ჩაშვებულ საგანზე მუდამ იმოქმედებს ამომგდები ძალა. აი ასე. რაც შეეხება ხელოვნებას, ამ ხელოვნებაში ასე არ ხდება, ხელოვნებაში ყველაფერი პიარზე არის დამოკიდებული. დღეს არის შენი წიგნები პოპულარული. დღეს კითხულობს ხალხი და კნესის სიამოვნებისაგან, როგორი დაწერილია ეს რა ფრაზებია, ეს როგორია. გავა 100 წელი. მოვა ვიღაც აწირა კიდე იტყვის, რომ რაც მე დავწერე, ეს ყველაფერი უნიჭობა და სიხაობეა. ყველა მას დაუჯერებს. ჩემს წიგნებს ტუალეტში შარეცხავე. რატომ სხვანაირადაც ხომ ხდება დღეს არიციან თქვენი წიგნები, მაგრამ გავა 100 წელი და ჩათვლა რომ თქვენ გენიოსი ხართ. ჩემი შვილი უკრავდა. ბახ. ის ხომ მარკიში? ბახი. აი, თუნდაც ბახის შემთხვევაში ბახი ხომ 100 წლის შემდეგ აღიარეს. ბახი კარგია. მაგრამ მე ამ პერსპექტივით ვიყო ბედნიერი. რატომ თქვენს წიგნებს დღეს თუ მოაქვს ფული დადიდება, ეს უკვე კარგი არა? მე არც სიმდიდრე მაბედნიერებს და არც დიდება, ორივე დიდი ხანია რაც ხელში მაქვს ამოსული. დავიშვათ რა მას. ისე თქვენ ფიზიკოს რაში გჭირდებათ ამ ზონაში შესვლა, რატომ მოდიხართ მსგავს სახიფათო მოგზაურობაში? მე ფიზიკოს თუ მინდა ზონაში შესვლა, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. აი, თქვენ მწერლებს რატომ გჭირდებათ ზონაში შესვლა, ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. თქვენ როგორც ჩანს ფული და დიდება მაქვს, მეცაც გეტყვით. ხალებიც უთვალავი რაოდენობის მყავს.
არა, სიმართლე გითხრათ, რომ მეც მიღალა ერთმა ქალბატონმა დიდი ხნის წინ და თავზე დიდი რქებიც გამომასახა, რის გამოც ეს ქალი მივატოვე, მაგრამ დღეს მაინც ბევრი ქალი მყავს. იცით, პროფესორო, ეს ქალები იცით როგორ მოწონებიან ჩემსკენ, როგორც არაკნები ძველპინაში. გასაგებია, თქვენ გინდათ იმათქვათ, რომ 100 წლის შემდეგაც იყოთ პოპულარული, არა? იმიფურთხებია, რა სიტყვიან ჩემზე 100 წლის შემდეგ, მე მაინც ვერ გავიგებ ამას. აბარა გაკრია. თაგონება. პროფესორო, იცით რომ თაგონება დამეკარგა თქვენ ხომ არ გინახიათ. წარმოგიდგენიათ რომ სურს ამ ზონამ თაგონება დამეკარგოს. ამისთვის გინდათ ზონაში შესვლა, არჯობია დაელოდოთ იქნებ თვითონ დაგიბრუნდეთ ეგ თაგონება. აქ ვცდი სიამოვნებით ვცდი აბა არ მგონია არა ჩემი შვილი რა პა გას ხომ არ გიშლი საქმელი გაგითავდა. ვეღარ წერთ. პროფესორო? სათქმელი გამითავდა, ვეღარ წერ. პროფესორი, რა თქვით ჩანდა? ჩვენ ხომ ერთი დღით მივდივართ. არა, იცით, აქ ჩემი ხელსაწყოები აქ ესმით მე ეს ყველგან დამაქვს. არა, გასაგებია თქვენ. ალბათ სინჯების აღება გინდათ, ბევრი აკეთებს ასე. გამარჯობა. მაინც მიდიხარ? რა საკეთებ? მე ხომ შეხოშები. ბატონებო. ისინი ჩემი ცოლია. თქვენ გარეთ რომ მიცადეთ მე ახლა გავვა, კარგით? კარგი. შეთავზე თუ არ ფიქრობ? ჩვენზე მაინც იფიქრე რა. შეშულზე იფიქრე, ხო ხედავ, ეს გიცნო, ციხიდან რომ გამოხვედი. ხო. ახლა ძლივს მოგეჩვია. და შენ ისე მიდიხარ. ხო, მიდივარ. ჩემზე მაინც იფიქრე რა. ხო ხედავ. ქალს აღარ გავარ, ხო ხედავ. ისე რომ დაგიჭირან. ხომ ისე გადავიყან. მოგდები. გამიშვი. то это ამას მითხარი. შეიძლება მდიდრები არ ვარ, მაგრამ შილშილით ხომ მაინც არ ვყიდით, ხო? არ წახვიდე გიხვეწები რა, შეხო დამპირდი. რა გინდა. ხო, არ გინდა. ხო, არ გინდა. ამჯერზე მომსული, ამჯერზე ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ.
დარწმუნებული ვარ, ვიცი. შეშეყიდი. ხო, შეყიდი, მაგრამ არ შეიძლება უარშველი ვიყიდე, ხომ იცი არა? ეს როგორი კარგი ხალხი მიყავს, იცი როგორ ვარჩევდი, ერთი პროფესორია, მეორე მწერალი, ეს ხალხი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე შენი ცოლსი. არა. მოგიდგენია ჩვენ რა დაგვემართება შენ რო არ დაბრუნდი. დაუბრუნდები, პირობას გეძღვა, წავალ და დღესვე დაუბრუნდები, პირდებს. სახში კი. იქ შენი ადგილი ჯერ კიდე არ გაციერებულა. ეხლა ხუთს კი არა. 10 წელს მოგიშია. და მე არც ვერ გავძლებ. ვერ გავძლებ. ვერა. არა, ხო. არა, მომკლავე. არა. ვიცი. ეს კომიცი რომ სიკვდილის არ მიშინია. იმიტომ კი დავებადე რომ ასე მოკლა. ვიცი. მას მაქციხის არ მიშინია. ისე და ყველგან სადაც უნდა წავედი ყველგან ციხეა. ჩემთვის. ხოდა ერთი დღით მივიდი, მეტი ხომ არა წავალ და პირდები დღეს დავბრუნდები. არ გაგიშო. არ გაგიშო. ხომ ის მაინც დავალა. ხომ ის ვიცი. ეს შემინახე. სანამ დავბრუნდები, რა გი? აკურია. ზე. და გვერდზე. Alice, Luces, Huror. Alice, Luces, Huror. Operi tarčis ისევის როგორც არის და არაფერი შეიცვალოს. ამ ქვეყნად ყველა ვინც ცოცხალია, დარჩეს ცოცხლად. ყველა საგანი, რაც კი არის ამ ქვეყნად, ზუსტად ისე დარჩეს, როგორც აი ამ წუთასაა და არაფერი შეიცვალოს. დინარეები, სახლები, დები ზუსტად ისევე დარჩნენ როგორც არიან და არავინ გაანადგუროს. ყველა ჩემი ახლობელი, ყველა ვინც მიყვარს, ყველა ჩემი ნაცნობი, უცნობიც ვისადაა და როგორც არის, აი ზუსტად ისევე დარჩნენ და მათ არაფერი დაემართოთ. ამის მეტი სხვა სათხო არ აქვს.
მოსწავლე საქმე. ჩვენ დაქსიერეთ. ჩვენ ყველანი ოსტაც მეძახით. მაშინ სულ იმილი გქონდა საქმე, სულ. ერთი რაღაც შეიცვალა რაღაც. გადაეცვალა აქ კერტში. ხასიათით შეიცვალა და თვითონაც ძალიან შეიცვალა საშელად გასუქდა. არ ვიცი საიდან მაგრამ უცბად ძალიან გამდიდრდა. მოვიდა პომბი აფრიკა და თავის ჩამოიხრჩო. ჩამოხრჩობის გარშემო ფულით სავსე ტომრები იყო მის. მის ძმაც აქ დაიღუპა, ისიც სტალკერი. ზონაში დაიღუპა ესე მოდიოდა დაიყვირა დაეცა და გული გაუზედა. იცით რა კარგი ბიჭი იყო? სისვეთვალება. ლექსებს წერდა. მაგრამ ტახნის სოფას ეჭუბა და მაგიტომ დაიწყო ყველაფერი. თქვენ ძალიან გხდით, აქ დამეუდით, მე ახავი დაბრუნდი კარგით. დავათვალიერება ქალბატონს. საწავი შეიძლება ზონასთან მარტო უნდა დაარჩენა გესმით ის ხო ნამდვილი სტალკერი. რა მე რომ სტალკერი. სტალკერი ეს უბრალო პროფესია არ არის, ეს მოწოდებაა გესმით, მოწოდება. რას? ატარო უცნობი ადამიანების ზონაში, სადაც როგორც თვითონ ამბობს, ყოველ წამ შეიძლება მოკვდე. ეს ბიზნესია, პროფესორო, მოწოდება კი არა. ხო, ჩვენს აქ მოყვანაში ფულს ხომ აიღებს, ნუ დაგავიწყდება. ხოლო ფულისადმი დიდი სიყვარული შეიძლება ახსნა მისი ეს მოწოდება. დიდხანს მიდგეთ აქ? ძალიან ცოტა ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანმა შვიდად იგრძნოს თავი. დამშვიდით. ტურისტებისათვის მოსაზიდის ღაპრებია, შეხედეთ, სად მოგვიყვანა. რას გასაკაურო მითხარი, დედი, სად დაინახა სილამაზი. ისეთი დეპრესიული ადგილია, კაცმა დილასაღამოს ტყვია უნდა დაიწყალოს შურთში. ზონას ეჭუბო, რას? ერთი არ მიხსენით რა. აი ამ ზონას როგორ შეიძლება რომ ეჭუბო? ეს ტახი გამდიდრდა. რა, ეს ნიშნავს რომ ტერასაზე გააღწია? სიგამოს. ზეგირა. შესაძლოა ამ ზონაში ტერასა მართლაც არსებობს და ყველა ოცნება აგვისრულდება. სიგამოს კი. თავი რატომ ჩამოიხჭა? არ ვიცი.
იგი ყვავილები, ისე ყვავილები, მაგრამ რატომღაც სუნი არ აქვს. მაპატეის რომ გახტოვეთ, მაგრამ ჯერ ვერ სადეწავთ. ის შეამფირის რომ ნაფუნა მოიწევ. იგი სანამ მისი არ გაიფანტება ჩვენ დავყო. მისი შეიძლება ძალიან დიდ ხანს არ გაიფანტოს, მისი არის ატმოსფერული წარმონაქმნი. არა ის არაფერ შუაშია. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ მოვიცადოთ სანამ თვითონ ზონა არ მოგცემს ნიშანს. ზონა უნდა მოგცეს ნიშანი. ეს ვით პროფესორო გამოსვლა პირველი. ზონა მოგცემს ნიშანს. შეიძლება ადამიანები მართლაც არ გიზმით. ვინ ადამიანი? ამბობენ, როდესაც ზონა წარმოიქმნა, აქ ტურისტები მოწვიდნენ და უკან ახალ დაბრუნებულად გიზმით აქ დარჩა. ესე იგი გამოსვლა მეორე სორბები. აქ ვერც იქნება წარმოუდგენელი აღიარება ცხოვრების. ის იყო ნიშანი. ზონა მოგცა ნიშანი და ჩვენ ახლა შეგვიძლია დავიცვათ. ატონებო. სამოსლის წინ უკვე საკითხავთ გელაპარაკეთ, მაგრამ კიდევ უნდა გაგინევთ. ზონა თხოვობს გარკვეული წესების დაცვას. ეს წესები ძალიან ბევრია და მე არ მექნება ყოველ წამს საშუალება, რომ გაგინევთ. ამიტომ თქვენთვის მხოლოდ ერთი წესი არსებობს. ჩემი ყველა მითითების უსიტყვო შესრულება. ასეთია უსიტყვო შესრულება. ზოგჯერ ის რასაც გიგზავნებთ შეიძლება ძალიან ცნაურად მოგეჩვენოთ. კი, შეიძლება გაგიცინოთ კიდეც, მაგრამ უსიტყვოდ უნდა შევასრულოთ უსიტყვოდ.
თქვენ სხვა მოიჭერეთ აგერეთ. და ზეცას შეხედეთ. არის! ბუჩეს! ბურო! არის! ბუჩეს! ბურო! ხუმარიცით რას ნიშნავს ეს არის ბუჩეს? არა, მაგრამ მე უფრო in vino veritas მოვწონს. სადაც ყველა ოცნება სრულდება? ყველა ის სამყარო ოცნებაა. მაგრამ ჩვენ არ მოსულით. ჩვენ ყოველთვის აღჩერდებით სტაფერები.
რატო? აქ უნდა გავჩერდეთ. რატო? გამაგებინეთ. თუ მოვედით, რატომ უნდა გავჩერდეთ? მე ხოლმე აი იქიდან აქ მოხვედრა შეგიძლიათ, მაგრამ აქედან იქ ვერ მოხვდებით. ბატონო, იქამდე მანძილი რამდენიმე მეტრია, მაგრამ ჩვენ აი ასე პირდაპირ ვერ წავით. ჩვენ შორი შემოვლითი გზით თუ შევძლებთ ერასამდე მისვლას, ასკის ზიგზაგურის. აი ეს სუფთა სულების გზა. ასე ვეძახით მას ჩვენ სტალკერები. ვინაიდან რადგან სამსამყაროში სუფთა სული არავის აქვს, ეს გზა ჯერ არ არის გაუგებარი. ბუდობს. აქედან კერასამდე სულ რაღაც რამდენიმე მეტრია და ეხლა ჩვენ ამ მანძილს ვერ გავივლით და იქ ვერ მივა. არა, ჩვენ აუცილებლად მივხვდით. არა, ამ გზით ვერ, ჩვენ შორი შემოვლითი გზით უნდა მივიდეთ. 3-4 საათი დაგჭირდება. ეს გავიგე, მაგრამ მე მაინტერესებს აქედან იქამდე არის სულ რაღაც 6 ან 7 მეტრი. გესმით, ეხლა მე ეს ხარო ალბათ ვისხრო, ეს იქამდე ვერ მიაღწევს. ეს ამბობთ. აქედან არაფრის სროლა შეიძლება, აქედან მხოლოდ ყურება თუ შეგიძლიათ. ეს გავიგე. თქვენ არ გესმით, აქედან იქამდე არის 3 მეტრი და ეხლა მე ეს ხვა ვისვრო იქამდე როგორ ვერ მიაღწევს. არა, თქვენ არ გესმით. დღეს ნასული ქვახვანი დღეს მიაღწევს. სულ კითხვას სულელოვანი პასუხი უნდა გავცე. იცით, მე ფიზიკოსი ვარ და რა ფილოსოფოსი. მე მაინტერესებს ეს სხვა რატომ ვერ მიაღწევს იქამდე. რომელი ფიზიკის კანონია წინააღმდეგება? ვიცი, მე ხომ ვერ ვიყავ რა ფიზიკაში. მე უბრალოდ ვიცი, რომ ეს არის სუფთა სულების გზა. და ნუ ამისით მხოლოდ მათ შეუძლიათ სიარული, ვისაც სული აქვს სუფთა. ვიცი ის, რომ აქედან იქ ყველაფერს ვისვით. და რა მნიშვნელობა აქვს? პირველი ქვას ისვით თუ თქვენ წავალთ, პროფესორი. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სუფთა სული გაქვთ? მე არა. ამიტომ ვერც ქვას ვერ ვისვით და ვერც ჩვენ ვერ გადავართ. ფიზიკა არაფერ შუაში, არც გეომეტრია შუაში. ის რაც აქ ხდება, არც კანონს არ ემორჩილება. ეს ზონა. თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი? მოსინჯავი მე ეს გზა? მერე? ეგაიეს. ათაც მუზეუმი თქვენ მოგვნება და იმ გზით წასვლა რომლითაც ეხლა ჩვენ წავით. კარგი, შემოვლითი. ეგ შემოვლითი გზა გრძელია? უკვე გითხრათ, 3 ან 4 საათი დაგჭირდება. შეიძლება მეც შემოვლითი გზა წერია და ძალიან რთული. სიგიჟე არ გეჩვენებათ ეს ყველაფერი, რომ 6 მეტრი გავიაროთ 4-3 საათის განმავლობაში, რატომ, როდესაც შეგვიძლია 2 წუთში პირდაპირ გზით მივიდეთ, მოდით რა, პირდაპირ გზით წავიდეთ, ჯობია. რატომ რომ ეს არის სუფთა სულების გზა? მე არ მგონია, რომ ვინმეზე უფრო ჭუჭიანი სული მქონდეს. რომ მქონდეთ. რა შეიძლება რომ დამემართოს გამაგებინეთ, თუ არ მომეწონება, მოვბრუნდები უკან რა, აბა მიწა გასხდება და ჯოჯოხეთის ცეცხლში აღმოჩნდები. ეს სუფთა სულების გზა. გავიგე, მერე რა. ის რომ ვისაც სული აქვს სუფთა, ასეთ კითხვებს არ სვამენ.
რა გავაკეთოთ? აი ეს ხო არის თქვენი თქვა. მოდი ეს ვისროლოთ, რომ ნახოთ ერთი რა დაემართება ამას გზაში, რამე გადაიქნება, ცეცხლი წაეკიდება თუ დაკრება. არაფერს რომ არ შეიძლება, არაფერს. კარგით რა, ნუ სულელობთ რა. ნუ სულელობთ. მე ვსულელო? თუ თქვენ სულელობთ, ეხლა დაფიქრდით, ვეცდებით რომ ეს ტიპი ვატორებს პროფესორი აქ მოყვანაში ფულს იღებს შესაბამისად უნდა რომ ამ მოგონილი რაღაც ზიგზაგებით და გრძელი გზით მეტი ფული გამოგვართვას. გამოვიცანით თქვით რა მართლა და მართლა. მე გამოვიცანით. რამდენს ველაპარაკებთ? მოდი რა მეწავალ გზით და თქვენ გინდა მიყურეთ როგორ მივალ და გინდა შემოვლითი გზით წამოდით. ჩამომეცალეთ გზით. არქით მორი. არქით წავიდეს. არაფერი მოვა. გაიგის? ვერა. პროს ჭკუაში წავიდეს. ასეთი რაღაცები უკვე მაქვს ბევრჯერ ნახე. მოდი ნახოთ. ნახოთ. გასაგებია? რა გასაგები? ამ ცხოვრებაში არაფერი არ არის გასაგები. მე ბევრ ქალს უყვარდი, მაგრამ მე თვითონ ხომ მხოლოდ ერთი ქალი მიყვარდა. დიდი ხნის წინ, მაგრამ მიყვარდა, ხო? მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით. მისთვის წერდი, მისთვის გმნიდი, მისთვის მინდოდა ყველაფერი, მაგრამ მან მიღალატა. თან უნდა გენახათ, ვისთან მიღალატა ვიღაც გასიებულ ხორთან. გასაგებია, ესეც გასაგებია? გასაგები, მხოლოდ ის არის, რომ თქვენ ისე გიყვართ ის ქალი, რადგან ეხლა მხოლოდ ის გაგახსენდა. მიყვარს. რა მიყვარს? სულს. ნამდვილი სიყვარული არ ქრება, დნებაც, სდება, ის უბრალოდ ფორმას იცვლის და სიძულვილად გარდაიქმნება. ო,
რაც უფრო დიდი არის სიყვარული, მით უფრო ადვილად გარდაიქმნება ის სიძულვილად. სიყვარული ცხოვრება, სიძულვილი ცხოვრება სჯობს. ასე უფრო ადვილია. გამაგებინეთ რა. რატომ გვაშინებს ეს კაცი გამუდმებით? იცი რაღაცით ემას მაგონებს, აი. ობობას. ისეთი მზერა აქვს, თითქოს უნდა რომ აი გეცეს და სული რომ გამოხწოს. თაი ნეტარი ავგუსტინი გიღიმის, ესე გიხურებს და გიღიმის და თან გაშინებს ეს თერი დღე არ დავდივართ. მე აქ საშიში ვერაფერი არ დავდივართ. Savicens. Twins, I go to Sulebis Xasa. Arabie. Have it with Mother Minds were guided. You try to take them down. Heart ვიცეს როგორ გადმოგცეთ. ყველა მხრიდან მოგონებები დამესია. ხო, წარმოვიდგინეთ, ჯერ ერთი შემოწვა. მერე მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ამ მოგონებები სხვაში შევცვლი.
მთელი ცხოვრების განმავლობაში თუ კი ვინმეს რამე ვაწყენინე ან მაწყენინა ბავშვობიდან დაწყებული დღევანდელი დღით დამთავრებული თუ ვინმეს რამე ვატკინე ან მატკინე ყველანი თვალ ნათლივ დავინახე ბევრნი იყვნენ პირს აღებდნენ თითქოს რაღაცის თქმა უნდოდათ მაგრამ მე მათი არ მესმოდა მე ყველა ჩემი დაწერილი სიტყვა ყველა ჩემი ფრაზა ფურცელ დაწამეშა მერე გამახსენდა ეს ქალი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა რომელიც ყველაზე სუფთა მეგონა ამ ქვეყანაზე გამახსენდა კი არა დავინახე ზუსტად ისე როგორც მაშინ დაინახე ხო თვალნათლივ დავინახე როგორ ეხველოდა იმ გასწიებულ ხორს მანქანა ხალატის საშინელება ხალატ სიკვდილი ჯობია სიკვდილში არის რაღაც ამაღლებული მაგრამ ხალატი დამახსენებელია როგორ შეიძლება იცით თითქოს ყინვაში შიშველი გაგაგდეს გარეთო ადამიანს მომავალი არ კლავს ადამიანს წარსული კლავს ის შემოდის შენში გწამლავს გაარჩობს და ბოლოს კლავს ყველაფერი რის დავიწყებასაც მთელი ცხოვრება ვცდილობდი ერთიანად გამახსენო მივხვდი რომ რაც მეტ ნაბიჯს გადავდგავდი წინ მით მეტი საზიზღრობა გამახსენდება უკან მოუბრუნდი ამიტომ ვეძახი დამასუხთა სულების გზას ამიტომ არ მაქვს თანამიტადის იცით ეხლა არის ვეძრო სიგარეტის მოწევას დავალებებ თავს. თქვენ მაინც დაიჯერეთ არა ზონის არსებობას. ალბათ უფრო მინდა რომ ჯეროდეს. ამიტომაც ვარ აქ. ძალიან გამიბარდა. ის სიგარეტა შემოსიეცა. პროფესორ Vamos. Da. Ratwelczeta. Czekaj, Santa. Santa, Santa. Zaraz nauczę. Ragazzi. Domnule, przyjmijcie czarna. Idę żaba, ale się tak spotkanie, wiesz? Mamy szuru bawić, skali, placki, daj można czyli czarna jest mi dacie. Ale nie ma profesor Ragedewa, Tesla i grał o sędziareby i o brylianty splecy. Teraz jest Wilbasylacki, arcybok sam Sacharoshi, nie wiem, deba ciemi czanta jest mi. Ta wybrune ciemi czanta, hop!
პროფესორი, დავშვიდეთ. თქვენ კომპიუტერზე მიდიხართ. ხოთა რაც არ გქონდეთ იმ შანტაჟში. შეიტყვეთ ტენასაზე. თუ თქვენთვის მართლა ძირფასია, აუცილებლად უკან დაგებრუნდებათ. აუცილებლად უკან დაგებრუნდებათ. ის ჩანთო უკან მე პროფესორი, აი, ხედავთ თქვენი ჩანთა. წარმოიდგინეთ, როგორ კარგად მიდის ყველაფერი. ზონაში მოიწოდეთ. ამიტომაც დაგვიბრუნა ჩანთა, ესე იგი თქვენ კარგი ადამიანები ხართ. რადგან ზონაში მოიწოდეთ. წინასწარ ხომ არ ვიცი როგორი ხალხი მყავს აქ. წინასწარ ამის გაგება შეუძლებელიცაა. იცით ხან რამდენჯერ მინანი არ როგორ წამოვიყვანე, როგორ შემეშალამეთქი. ხანდახან ისეთი ადამიანები გვხვდებიან, მაგრამ ეს ზონას არასდროს ეშლება. ოკეთა, პროფესორი, ჩანთა დაგვიბრუნა. ეხლა ეს ჩანთა დიადი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. თქვენ უყოლთ ცხვირს იქ, სადაც არაფერი გესაქმება. თქვენ რა გონიათ, არ ვიცი რა გიდევთ მაგ ჩანთაში? ისიც კარგად ვიცი რისთვის გიდევთ. რაგედებათ სინჯარები, კოლდები, გინდათ რომ აქ სინჯები აიღოთ, რომ მე თქვენი ჩატარებული კვლევებით კაცობრიობა განაცვიფროთ, რომ მე იქნებ ნობელის პრემიაც მიიღოთ რა, ვერ გამოვიცანი? მე ეს ტუალეტში წასაკით რომანებს მიხედებ. მე თქვენზე უკეთესად ვიცი, თუ ფიქრობთ, რომ მათკენ ამით ძალიან ცდებით, მე დიდი ხანია არაფერი მткиვა. ჩემზე გადაათ არავინ იცის, ჩემი წიგნები ტუალეტშია წასაკითხე თუ სექსის დროს. ხო მართლა, წაგიკითხავთ სექსის დროს წიგნი? ნებერჯე. გილოსავთ, პროფესორო, რადგანაც ზონამ ჩანთა დაგიბრუნათ, ეს ნიშნავს, რომ უფლება გეძლევათ აქ კვლევები ჩაატაროთ. ისე მე რა საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, პირიქით, ვიამაყებ, რომ ნობელიანთან ერთად დავდიოდი ამ გაუგებარ მოგზაურობაში. დავუშვათ, მე მინდა ნობელის პრემია თქვენ რა სხვა რამისთვის მოხვედით აქ, თქვენ არ გინდათ რომ დაწეროთ ისეთი რომანი, რომელიც ჯერ არსად გენიოზს დაუწერია, გააკვირვოთ ელი კაცობრიობა. თქვენგან განსხვავებით მე მიმიფურთხებია კაცობრიობისათვის. ერთადერთი ვინმე მაინტერესებს ამ ქვეყანაზე და ეს ერთადერთი ვარ მე. ჩემში მხოლოდ ის მაინტერესებს. მართლა რამე თუ ღირო არ თუ მეც სხვებივით ნაგავი რომ აღმოჩნდეს რომ თქვენ სხვებივით ნაგავი ხართ მე რა შვება არც არაფერს მეცოდინება რომ ნაგავი მოდით რა მიხედეთ თქვენს მეცნიერებას ვიფარსო აინშტაინო მე არ ვაპირებ თქვენთან კამაც.
კამარში ხომ იბადება ჭეშმარიტება. დიახ. ხო და ჭეშმარიტების დედაც. მე წავიდეთ რა. ამაგებინეთ რა. აქ ბევრი ხალხი ყავს მოყვანილი? არც ისე. უბრალოდ მეტის წამოყვანას ვისურვებთ. და ეს ხალხი ვინც აქ მოყავდათ, რა უნდათ, რისთვის მოდიოდნენ? ბედნიერება. დასაგებია ბედნიერება ესეთი რამეა ყველას უნდა მათხოვარსაც, პრეზიდენტსაც. ადამიანი მთელი ცხოვრება ამისთვის დადის. წრეზე როგორც ძაღლი დასდევს თავის კუდს, აბა უბედურებისათვის არავინ არსად არ მიდის. მე გეკითხებით. კონკრეტულად რომელი ბედნიერებისათვის მოდიოდნენ, რა უნდათ? ისეთ მე არ მაქვს ამაზე ლაპარაკის უფლება. არ შემიძლია მოვყვე. თანაც ხომ იცით რომ ადამიანებს არ უყვართ თავიანთ საკრალოზე საუბარი. არასოდეს ვთქვათ, რა ჩაიფიქრეს იქ ტერასაზე და მეც არასდროს ვიკითხავს. მეც სულელე ვიკითხე. ესე იგი გამოდის რომ თქვენ ცხოვრების მანძილზე არაერთი ბედნიერი ადამიანი ყავთ ნანახი, მეტი არც ერთი. არც მე. როდესაც ტერასიდან გამოდიან მემართ მშვიდობები. უცნება ხომ ეგრევე არ სურდება, ალბათ გაქცევი, სანამ უცნება სურდება. ის ხალხი კი მაშინ დეკარანს მინახავს. თქვენ თვითონ არ გასულხართ ტერასაზე? როგორ არაფერი არც ერთხელ არ გინატრიათ? არ შეიძლება, მე შედეს ბედნიერები, მე არაფერი ასაგებია ესე იგი, მხოლოდ ფულის გამო დაკავთ აქ ხალხი. ესაც ადამიანი ბედნიერია, მას სხვისთვისაც არ ენანება ბედნიერია. თქვენ ან სულელი ხართ ან ნეტარი, არ ვიცი. ფაქტია რომ ჩემს შემთხვევაში არის ერთი სერიოზული აცთენა. მე არ ვიცი რა ვინატრო ამ ტერასაზე. ფული და დიდება მაქვს, არც ყვავივით დიდხანს სიცოცხლეს ვაპირებდა. პროფესორო, იქნებ თქვენ მაინც ირჩიოთ რა შეიძლება ვინატრო ტერასაზე. ზონა თვითონ გადაწყვეტს ტრანსფორმული აღისრულო. დავით.
და ყველაზე საკითხო მონაკვეთია. არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს აქ და რა არა. ერთად მისვლა შეუძლებელია. მხოლოდ რიგი გქით. ნუ მე არაფერი მომევა. საერთოდ დაასკვენით რომ თქვენ არაფერი მოგივა. რა? ამ ჩანთის გამო. ამ ჩანთის გამო. ეს ზონას უნდა რომ ეს ჩანთა ტერასამდე მივიტანო წინააღმდეგ შემთხვევაში არ დამიბრუნებდა. ეს რა ლოგიკაა? ლოგიკა არ არსებობს. აქ ლოგიკის ძებნა ზონა უნდა გადაწყვეტოს ვინ წავა თქვენავე და პირველი. ზონა როგორ უნდა გადაწყვეტოს? ჩვენ უნდა გავეთამაშოთ. თქვენავე და წავა პირველი ის ვისაც ქცევი ასანთისღელი ამოვა. და პროფესორიც, კარგი? უნდა გაგავთქოთ ეს. ყველაზე საკითხო მონაკვეთია ამ ადგილს ხორცაკებს ეძახიან. იცით რამდენი ადამიანი დაიღუპა აქ? ტახის ძმაც აქ დაიღუპა. ისევ მაშინებს. მეგობარო, მომისმინეთ. ჩვენ არავინ გვეკითხება საიდან მოვდივართ და არავინ გვეკითხება სად წავალთ. არ ვიცით საიდან მოვედით და არ ვიცით საით მივდივართ. ცხოვრება პაუზა ამ ორ არცოდნას შორის. ამიტომაც არის რომ ეს პაუზა გვინდა რაც შეიძლება დიდხანს გაიწევოს. ის რომ ვიცოდეთ იქ რა გველოდება იქნებ სულაც უპაუზოდ გვეთამაშა ეს ცხოვრება. სიკვდილი ისეთი პოსი ხალბატონია ვერსად ვერ დაემარები ყველგან მოგაგნებს მოსახდენი მაინც მოხდება მაგრამ მოდი რა ვისწავლოთ ეს თქვენი ქვა ნახოთ იქნებ რა ხდება გზაში ავწევ წავიდესო ზონამ გენიალური მწერალი დუქს ალბათ შეგიძლია პისტოლეტია რა იქნება? რა იქ სამმეტესაც ვერ გაივით. თუ ეს არ მექნება გავივლი? შესაძლოა გაიაროთ. გაიგუპებით ესმეთან რა კიდათ რა თვის უნდა ეცრობო ჩიგნით.
მართალია. ვის უნდა ვესროლო იქ ბეც? ეს რა რამე უნდა დავიმახსოვრო. შეგეშინდებათ გახსოვდეთ რომ ღარიბი და ნერვიული არავის არ უყო